არმან სარუკიანი და მოხამედ მოკაევი ესენი ჩემი ორი ფავორიტი მებრძოლია. სხვათა შორის მათ იპოვეს გზა, რომ საკუთარი სახელი აქტუალური შეინარჩუნონ მაშინაც კი, როცა UFC-ში არ იბრძვიან. ეს ძალიან იშვიათი და რთული გასაკეთებელია. ახლა კი მივედით იმ წერტილამდე, როდესაც დაგვჭირდება ერთგვარი მოქმედებისკენ მოწოდება, რათა დავეხმაროთ და დავიცვათ მუხამედ მოკაევი. მინდა ციფრები მოგიყვანოთ მეხსიერებით, თუ სადმე ცოტათი შევწვდი არ მიწყინოთ. მოკაევი მსოფლიო რეიტინგში მესამე ნომერი იყო. მისი რეკორდი იყო 14-0. ის არის 61 კილოგრამიანი, 135 ფუნტი მებრძოლი, რომელიც UFC-თან კონტრაქტის ბოლო ბრძოლას ატარებდა და ამ დროის განმავლობაში დაუმარცხებელი რჩებოდა. მგონია, რომ ამ ისტორიის მომენტისთვის მას 14 ბრძოლა და 0 მარცხი ჰქონდა და აი მას ათავისუფლებენ. შემდეგ კი გამოდის ისტორია, რომელსაც UFC არც მალავდა. მათ თქვეს, ხალხო, მასთან ურთიერთობა ძალიან რთულია. მასთან საქმის ჭერა შეუძლებელიაო. ეს ყველაფერი ახალი იყო თავად მოკაევისთვის. მისი ასაკი 23 წელი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში, რადგან ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. არსებობს ბევრი რამ, რასაც 23 წლის ასაკში ფიქრობ და რასაც მოგვიანებით აღარ ეთანხმები. მუხამედისთვის ამის მოსმენა ძალიან მტკივნეული იყო, რადგან ის ამბობდა, ხალხო, მე თვითონ არ მაქვს ურთიერთობა UFC-სთან. პირადად მათთან საქმე არასდროს დამიჭერია. ჩვენ გვაქვს ენობრივი ბარიერი, მყავს მენეჯერები, გვაქვს სხვადასხვა სასაათო სარტყლები. მე ვიგებ ინფორმაციას, მივდივარ საწვრთნელ ბანკში და ვაკეთებ ჩემს საქმეს. აღსანიშნავია, რომ მას თავისი მენეჯერი არ დაუდანაშაულებია. არც თავისი თარჯმინისთვის გადაუბრალებია რამე. მან უბრალოდ გაგვაგებინა. მე არ ვიცოდი თუ რთული პიროვნება ვიყავი. არ ვიცოდი თუ რაიმე სირთული არსებობდა. წელიწადში 3-ჯერ ვჩხუბობ. ისინი მთავაზობენ 3 ბრძოლას. მე ვთანხმდები 3-ჯერვე. მივდივარ საწვრთნელ ბანაკში 3-ჯერ. ვიღებ ლიცენზიას 3-ჯერ. ჯდები 3 სხვადასხვა თვითფრინავში. განა რამე ისეც ვაკეთებ, რასაც სხვა მებრძოლები არ აკეთებენ? ის ნამდვილად გაოგნებული იყო და როგორც ნამდვილმა კაცმა არჩია, რომ ეს სხვისთვის არ გადაებრალებინა. ეს ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ მე გთხოვთ პატიებას მისი სახელით, თუ გეუბნებით, რომ მოდით გამოვიყენოთ ჩვენი კოლექტიური ძალა და გავლენა სოციალურ ქსელებში, რათა ეს ბიჯი დავაბრუნოთ იქ, სადაც მისი ადგილია, მაშინ მე თქვენს წინაშე ვალდებული ვარ ავხსნა ყველაფერი, რაც მან დააშავა და რაც შეცვალა. ჩემი აზრით, მას გულწრფელად არ ჰქონდა გაცნობიერებული პრობლემა. მეც ვიყავი ოდესღაც ასეთი ახალგაზრდა ბიჭი. ერთხელ კომისიის წინაშე მომიწია წარდგომა და ვამბობდი, აი რა მოხდა, რადგან ჩემმა მენეჯერმა ასე მითხრა. კომისარმა გამაჩერა. მთელი პროცესი შეაჩერა და მითხრა, ოპ, მოიცა. შენ ხარ ამ ყველაფრის აღსრულებელი დირექტორი, CEO. ყველა ისინი შენ გემორჩილებიან. შენი მენეჯერები, ყველა შენს წინაშეა ანგარიშვალდებული. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველაფერი ასე არ მუშაობს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ. შედიხარ დარბაზში 14-15 წლის ასაკში. უყურებ ამ გამოცდილ ხალხს პატივისცემით. მალე ძალიან ძლიერი ხდები. მერე ერთ-ერთი მათგანი გადაწყვეტს, რომ დაგეხმაროს. ისინი მართავენ შენს კარიერას, შენ კი უბრალოდ ამბობ, დიახ. თუ ეს რთული გასაგებია, უბრალოდ გიზიარებთ, რომ ასე ხდება სინამდვილეში. და სხვათა შორის, ასე ჯობია კიდეც. როცა მებრძოლი თვითონ იწყებს ზედმეტ ფიქრს ყველაფერზე, ეს მხოლოდ უარყოფით შედეგებამდე მიყვანს. ამიტომ მე უნდა დავიცვა მოკაევი. არ მგონია, რომ ის აცნობიერებდა სიტუაციას. დარწმუნებული არ ვარ, დღესაც კი ბოლომდე ესმის თუ არა, რა დააშავა ჩემმა მხარემ. შეუძლია თუ არა მას ჩამოაშოროს ის ადამიანი, ვინც პრობლემებს ქმნიდა. ან სხვა როლში გადაიყვანოს, რათა UFC-ს აღარ მოუწიოს მასთან კონტაქტი. შესაძლოა ეს პერსონალური უთანხმოებაა. ხომ იცით, ზოგჯერ ორი ადამიანი უბრალოდ ვერ ეწყობა ერთმანეთს. მინდა ეს ამბავი თქვენამდე მოვიტანო, რადგან ერთ-ერთი გზა, რითაც მოკაევი საკუთარ სახელს აქტუალურს ხდის, არის ნებისმიერ გამოწვევაზე დათანხმება. ის მონაწილეობდა ძალიან რთულ ჭიდაობის მატჩებში რუსეთში. ის იღებს ბრძოლებს ყველგან, სადაც კი შეუძლია, მათ შორის ბრეივის ორგანიზაციაშიც. და აი სულ ახლახანს მან იჭიდავა არმან სარუკიანთან ბრაინ ჯიუჯიცუს, BJJ-ის წესებით. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა ყველაფერი შენს სასარგებლოდ მიდის. ხარ დაუმარცხებელი. კარგი ხარ გრეპლინგში. იღებ ამ მატჩებს და უცებ მოკლე დროში გირეკავენ და გეუბნებიან, რომ უნდა დაუპირისპირდე აგურის კედელს. შენაძლევ ფორას მეტოქეს 9 კილოგრამზე მეც. 20+ ფუნტს, ისეთ სპორტში, სადაც ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იცით, MMA-ში წონა ხშირად იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე გონიათ. კრივშიც ასეა, მაგრამ ჭიდაობაში იქ წონა და ზომა უმნიშვნელოვანესი იარაღია. ეს პირდაპირ ძალაა.
მუხამედ მოკაევმა იცოდა, რომ სარუკიანთან ჭიდაობა მოუწევდა და მან დათმო თითქმის 13.5 კილოგრამი, 30 ფუნტი, მეგობრებო. რა 9 კილოგრამზე ვსაუბრობ? 9 კილოგრამი 20 ფუნტი არის სხვაობა მაშინ, როცა ის 61 კილოგრამიანია, ხოლო სარუკიანი 70 კილოგრამიანი, ხოლო სარუკიანი 70 კილოგრამიანი, ხოლო სარუკიანი 70 კილოგრამიანი, ხოლო სარუკიანი 70 კილოგრამიანი. იმ შემთხვევაში თუ ორივე უბრალოდ აიწონება, მაგრამ რეალურად სხვაობა უფრო მეტი იყო. და აი უცებ გყავს სარუკიანი, რომლის მდგომარეობაც ასევე არ ყოფილა მარტივი. საერთოდ არ არის სასიამოვნო ისეთი მატჩის მიღება, სადაც საზოგადოებას ჯერა რომ აუცილებლად შენ უნდა მოიყო. დამიჯერეთ თუ არა, მებრძოლები ამას არ აკეთებენ უბრალოდ ვარჯიშისთვის და მხოლოდ ფულისთვის. ისინი ამას აკეთებენ საზოგადოების აღიარებისთვის და გამარჯვების იმ ჟინისთვის, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა რაღაც რთულს აღწევ. თუ ხალხი ფიქრობს, რომ შენ ისედაც უნდა მოიგო და მერე გადიხარ და აკეთებ იმას, რაც უნდა გექნა, შენ ამისთვის სათანადო აღიარებას ვერ იღებ. ასე რომ სარუკიანიც საშინელ მდგომარეობაში ჩააღენეს. მისი მეტოქე ბოლო წუთში შეიცვალა და რა უნდა ეკნა მას? მან გააკეთა ერთადერთი რამ, რასაც ყოველთვის აკეთებს. თქვა დიახ, გავიდა და იჭიდავა. მათ გუშინ საღამოს იგრეპლინგეს და ეს აღმოჩნდა ძალიან სახალისო საყურებელი. ეს იყო ზუსტად ის, რასაც ელოდები ორი მსუბუქი წონის მებრძოლისგან, რომლებსაც აქვთ წარმოუდგენელი ტემპი, ფიზიკური მომზადება და მოქნილობა. ეს გადაიქცა ნამდვილ სკრამბლებად, ფარტხლას და პოზიციებისთვის ბრძოლას, სანამ სარუკიანმა საბოლოოდ არ მოახერხება მისი შენელება. როდესაც მან ეს გააკეთა, ხელები ჩაკეტა, მახრჩობელა აიყვანა და ამით ყველაფერი დასრულდა. ორივე ადგა და სახლში წავიდა. მინდა რომ ამ ბიჭებმა მიიღონ კუთვნილი აღიარება ამის გამო, მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს. რთულია. ნებისმიერ დროს, როცა საბრძოლო ხელოვნების რომელიმე სახეობაში გამოდიხარ სამშაბათ საღამოს, ძალიან დიდია შანსი იმისა, რომ საზოგადოებამ ეს საერთოდ ვერ ნახოს. აი მაგალითად, ახლა მყავს ერთი ბიჭი, მეისონ ფაულერი. ის გრეპლინგში მსოფლიოში საუკეთესოა და ამას UFC Fight Pass-ზე, ყველაზე დიდ პლატფორმაზე აკეთებს. მაგრამ მისი გამოსვლები ხუთშაბათ საღამოს ემთხვევა. ეს ძალიან რთულია. რამდენ ბრძოლას უყურებთ ხოლმე ხუთშაბათ საღამოს? საქმე ის კი არ არის, რომ სამშაბათს ან ხუთშაბათს ბრძოლის ყურების წინააღმდეგი ხართ. უბრალოდ არც კი იცით, რომ ისინი ტარდება და აზრად არ მოგივათ ამის შემოწმება. ჩვეულებრივ, როცა შაბათი დგება, თქვენ იცით, დღეს UFC-ა. შეიძლება ისიც კი არ იცოდეთ, ვინ ჩხუბობს, მაგრამ იცით, რომ შაბათია, გალიაში ბრძოლების დროა. ცოტა თავისუფალი დრო გაქვთ და რთავთ ტელევიზორს. სხვა ტურნირების შემთხვევაში ასე არ ხდება. და მე ნამდვილად არ ვიცი, როგორ მივაგებინო ამ ბიჭებს ის ქება, რომელსაც იმსახურებენ. ამიტომ მინდა ეს ამბავი მოვყვე. მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ ყველა მიცით ეს ისტორია. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მოკაევმა მოიგო თუ წააგო. დღემდე ვერავინ შეძლო იმ თავსატეხის ამოხსნა, რასაც სარუკიანი ჰქვია. და ის ფაქტი, რომ მუხამედი გამოვიდა და ეს გააკეთა, თანაც უფრო დიდხანს გაუძლო არმანის ზომასა და ძალას, ვიდრე მსოფლიოს ბევრმა საუკეთესო მებრძოლმა, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ უნდა მივაგოთ მას პატივი. უნდა დავაფასოთ მისი თავდადება. დამეხმარე თამაში. არ დაუშვათ, რომ ასეთი ნიჭი და ასეთი ხასიათი შეუმჩნეველი დარჩეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცასთან კომუნიკაციაში პრობლემა შეექმნა. ეს ბიჭი ნამდვილი მებრძოლია, რომელიც მზადაა ნებისმიერ წონაში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ პირობებში დაამტკიცოს თავისი ძალა.